შია? არა, რესტორანში ვიყავი საქმიან შეხვედრას. ვიცოდი და იმიტომაც არ დაგელოდე. იცი რა მაინტერესებს? რა იყო ეს კონცერტი დილას? რა კონცერტი? ვიფიქრე ბავშვს, გავახარებ თქო და რა? ყველაფერი თავზე დამაფარა. ზურა, ხო იცი როგორი ჯიუტია, ხო? არ შეგიძლია ისე მიაწოდო, ყველაფერი თითქოს თავისი იდეაა. მე დავიღალე შენი დიპლომატიით. აი შენ როგორც გინდა ისე მიაწოდე. მე თავი დამანებეთ. როგორ დაიღალე, როცა ჩვენ შულზე გელაპარაკები? ხო და ძალიან გთხოვ, ცოტა ხანი დამასვენოს ჩემმა შვილმა და ჩემმა ცოლმაც. მე დაგასვენო? იცი რა, თუ იმაზე უნდა მესაუბრო, რომ მე სულ არასწორი ვარ, მაშინ კი. კარგი ბატონო. დაისვენეთ. არ ვიცოდი პროკოფიევი ასეთი დრამატული თუ იყო. პროკოფიევი არა. იქ შექსპირი იყო დრამატული, მაგისი პიესის მიხედვით დაწერა. და შექსპირმა გააგიჟა ამ ხელაკაცი. ეგრე გამოდის. მაგრამ როგორ გინდა, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდეთ, ერთად ყოფნა არ შეეძლოთ და კომპოზიტორმა გარადრამატულად დაწერა. კარგი არ გვინდა დრამატულობა ასე ჩვენი ერთ დღეს. მაგას ჯობდა ისე ტეილორ სვიფტი ჩაკერტო. მე მეგონა არ გინდა ტეილორ სვიფტის მოსმენა. მაგრამ შენ თუ მოგიყვანდა ხასიათზე? მე ისეც კარგი ხასიათზე ვარ. შენ რატო გონია რომ არ ვარ კარგი ხასიათზე? იმიტომ რომ პირველად გავიგე კარგი ხასიათზე მყოფი ადამიანი გასართობად. პროკოფიევის რომეო და ჯულიეტას უსმენდეს. ხო და ეხლა გაიგე. შენთან ერთად თუ არ ისე ყოველდღე სიახლეების აღმოჩენაში. მადლობა გოგა. შენს გარეშე ძალიან ცუდი დღე მექნებოდა და შენთან ერთად საუკეთესო დღე გამოვიდა. მიხარია. შენი კარგი ხასიათზე დაყენება თუ შევძრა. როგორ იყო ის თქმა? დასტალკა ხო? სტალკერი გოგა უნდა თქვენ სამცხორში. კარგი მოემზადა ეხლა ტეილორ სვიფტის დრო. არა და როგორც ვთქვით რომ გამიყვანო ჩართე. ანა. ვა, როგორ ხარ? აუ რა ვიცი ვარ რა. შეეცადე გამიხოდი? ხო რაღაც საქმეები მქონდა და დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნი. შენ რა შვები? როგორ ჩაიარა დღე? ანუ კითხვა. საშემოთ ვიღაც კაცი მყავდა და ჭყუიდან შემარყია მართლა გეუბნა. რატო? აუ რა ვიცი, იმიტომ რომ რაც არ უთხარი, ყველაფერში ეჭვი შეიტანა. 1200-ჯერ მკითხა ერთი და იგივე რაღაცეები. თან უნდა რომ პატრიოტად გაასაღოს თავი და ისრაელში მუშაობს და დისტანციურად უნდა რომ ქართველები დაასაქმოს რა თავის ბიზნესში. და გეგონება ვერ მივხვდი მე რომ იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს რომ ქართველები მარტივად იკერებიან რა ნაკლებ ფულზე. უი. ძალიან დიდი ბოდიში მოგაყარა ეს ჩემ პრობლემები მაგრამ. კაი რა ბოდიში. ხო იცი მე სულ მზად ვარ რომ შენ მიგის. მინდი ხარ სახლში? იცი რა მეგობარს ველოდები, ამიტომ შენ არ დამიცადე. მინდი კაცი. დროები. ქალბატონო არა. უი, ბატონო კონსტანტინე, რამე ხარ დაგჭად? არა, არაფერი, უბრალოდ გადავწყვიტე მადლობის გადასახდელად ჩამოვა. არა, რა საჭიროა, მადლობა, ხო გადამიხადეთ უკვე. ხო, მაგრამ თქვენ ჩემს იმ დეკითხვას გაუძელით, რომ მადლობაზე მეც იმსახურებთ.
ბატონო კონსტანტინე, ნამდვილად არ არის საჭირო ეს შემოვალეობა. თქვენ ოთახში საათი იყო გაგუჭო. ხო და ალბათ მაგიტომ გაგეპარათ ცოტა დრო, ხო? არა უბრალოდ ეს საათი მინდოდა მეჩუქებინა. უი, თან კარგი ბედი მოგს. ნამდვილად დიდი მადლობა, მაგრამ ვერ ავიღებ. უარს ვერ მივიღებ. თან თქვენ ოთახს მოგხდება. კარგი. დიდი მადლობა. დავკიდებ აუცილებლად. ცოტა მეჩქარება და თუ რამე დაგჭირდეთ, აქ ვარ. კარგი, დახამის. ნახვამდის. აი, მართლა ეს ხამაკდა. დიახ, კარგით, ხვალ თუ იქნება ძალიან კარგი რა. მოკლედ, ჩემი ნომერი გააქვთ, თქვენ თუ რამეა დამირეკავთ. კი, მეც დაგირეკავთ. კარგით, მადლობა, დროებით. რა გიჟივით მიყური, მოხდა რა? მეც ეგ უნდა მეკითხა და დამასწარე. მოხდა რამე? და რა უნდა მომხდარიყო? ერთი რაღაცა დაგაბარე და გაქრია მდენი ხანიდან. და რა დამავალე? ზუსტად ხო კარგად ხარ? ბარათიდან ფულის მოხსნა დაგაბარე. ხო, არა, უბრალოდ გადავამოწმე. მეგონა ნინიზე ფიქრში რაღაცა მე გამომრჩა მეთქი, მაგრამ მე მგონი მე არაფერ შუაში ვარ. ანუ ის რომ ჩვენი კუთხის ბანკომატი როა, ხო იცი? აი, იქიდან დაწყებული ყველა ბანკომატი შემოვიარე და ყველა ერთდროულად ხوار გაფუჭდებოდა. და რა მოხდა? ის მოხდა რომ ბარაძე თანხა არ არის. არ არსებობს. არის მაგ ბარაძე ფული და შენ თუ კიდე ბარათი აგები? არამრევია. გადავამოწმე და არა. შანსი არაა ზუსტად მაგ ბარაძე ფული არის ზუსტად ვიცი. მანოს ხო არ დაურეკოთ და ვკითხოთ. მომეცი და ეგ რა. ისედაც ამდენი პრობლემა მაქვს და კიდე მიმატებთ. Ალი, ავარი ნადავლიოს. ამოვა ეხლა. მიდი აშო. მიდი. აულარი რა მაგარი რაღაც არ მოვაჩინე რა იცი ჩემ თავზე აფსინუმის ჩემ ცხოვრება გავს იცი იცი რომ ფილმს გავს აუ ის კაცის ბავშვობაში რო ფილმი მანახე ის რო არის რა ბავშვობაში რომ მანახე რა ქვიანი ფილმს აუ შენ მანახე რანაირად არ გახსოვს რა ქვია იმას მე შენ და ნანამ რო უყურეთ შენი მეგობარი რო არის ზაზუნას დღე, ზაზუნას დღე. აი ლევან მე რა, შეთავს პისაო, რა დააკვირდი რა. ყოველ დღე არის ერთი და იგივე. აბე, მაგვიზებს მაგარი ბრახუნი, დგები, კარს ვაყებ ბლალი, საკვეთურები, მე ისევ ვიძინებ, ვიღვიძებ, მაგვიზებს ოღონდ ბრახუნი კარზე, დგები, კარს ვაყებ, ვა, ისევ ლალი და მე ისევ საკვეთურები რა. მაგრამ დავიღარი, შეიძლება Chasing storm clouds again, but through the thunder and lightning and rain, there's a new dawn I can see. In my dreams I can fly with the birds and the clouds in the sky, sailing high, waving free. Oh, so much up here to see. And the lights shine like stars down below and away above the white line. 'Cause I'm finally here, letting go, and free for the first time.
someday you'll return. You lit a fire, now I'm watching it burn as I saw above the trees. Come meet me in my dreams. მე გავიდა ძალიან მაგრამ მოხსოვნა ოჯახი იყო. შემი არ ყავდა და ოჯახი. გაბრიელს ეყოლება რა. რა. არ მაგარი იქნება. გაბრიელს ეყოლება ოჯახი. ვალი, ბოდიში მოუხადე ანას. ბოდიში მოუხადე ანას. ბოდიში მოუხადე ანას. ანუ გაზიარე ჭეშმარიტ მუსიკას. რამდენად. უბრალოდ შემდეგი ჩემი ჯერია. და ვნახოთ ერთი მეტალს როგორ მოусმენ. კარგი. ოღონდ პლეილისტი კარგად უნდა მოამზადო. ვიხედა ყველაფერს. მოვედით. ხო. მადლობა რომ საუკეთესო დაბადების დღე მოჩვქე და მინდა იცოდე რომ არასდროს არ დამამწყე. მადლობა შენს რომ შენი საუკეთესო დაბადების დღის მონაწილე გამხადე. და შენც იცოდე რომ არც მე დამავიწყდები. ხამშვიდობის. ხამშვიდობის.